მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. დღეს კვლავ ერთად ვართ და მიხარია ეს ძალიან გითხრათ რომ რუსთავი 2 წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სახალისო მეგა შოუს. გაცინე და მოიგი აპლოდისმენტებით. ინგრევა ამ დროს დარბაზი მეგობრებო, რაც მე ძალიან ნახარებს. მოკლედ ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის რომ ჩვენთან მოხვიდეთ და მონაწილეობა მიიღოთ. უბრალოდ უნდა დაგვირეკოთ ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ახლა კი შევეგებოთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის თამარ ლეკვეიშვილი და ნიკოლოზ არაბიძე. როგორ ახარ ნიკას? აჟე, როგორ გარგაძა, გამიხარდა რომ აი მე აქ არა. ვაი, ეს ნორმალზე. როგორ ვერ შევამჩნიეთ ნიკოლოზ? თამარ. ძალიან კარგად გამოიყურები. მე გავალ. ჩვენი გადაცემის რაღაც შტრიხებს ძალიან აკმაყოფილებ თქვენი წითელი სამოსით და ძალიან გვიხარია. სულ ესე მოვალ ხოლმე თუ გინდა. კი ბატონო, ცოლეთ უბრალოდ. მაყურებლის მოთხოვნა. მე პირველად რო არ მაინც არ ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა და შესაბამისად ვერ დავსვი ფერები. სკამი სპეციალურად შეგირჩიეთ თეთრი რომ ლამაზად გამოჩნდეს. ბატონო, თამარ დაიგავთ თქვენი აქტივობა და დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. მოკლედ. ტრადიციისამებრ ბატონო ნიკოლოზ გავაღოთ სეიფი და ვნახოთ გავაღოთ რა. სანდომის სეიფში არის თუ არა სანდომიანი თამარი? არის. არის. ძალიან კარგი თუ არის. მაშინ აქ ჩვენს ტელემოყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია არსიკოლა იგზენი ცხოვრების არსი, ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი და ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია რძის პროდუქტების კომპანია სოფლის ნობათის რჩეული, რომელიც საღირძისგან დამზადებულ პროდუქტებს არაჟანს, რძეს, მაწონს და იოგურტს აწარმოებს. აპლოდისმენტები ჩვენს არაჩვეულებრივ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. და პირველი ადამიანი შეგვიძლია მოვიხმოთ სცენაზე, რომელიც უკვე კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება. გთხოვთ მივესალმოთ მაყვალა ჭამიაშვილი. აპლოდისმენტები. ჩვენი საყვარელი გადაცემა რუსთავის 2 მახალისებს ძალიან, როცა დაღლილი მოვდივარ და გიგეგმება წამალივით არის ჩემთვის დაღლილობასაც მიხსნის და ძალიან მიხარია რუსთავის 2-ის სრულება, რა ვიცი, ყველანაირი აი დარდი როცა მაქვს, აი მაშინ უკვე დარდიც აღარ მახსოვს ხოლმე, ისე მიყვარს რუსთავის 2-ის გადაცემა და თვითონ რუსთავი 2-ის ყველა მონაწილეს მიყვარს ძალიან. გამარჯობა ქალბატონო მაყვალა. იცოცხლეთ თქვენც ასევე გაიხარეთ. რუსთავიდან გვესტუმრა ქალბატონი მაყვალა. ეკონომისტი მძანდებით პროფესია. ეკონომიური ვარ ჩემი. ეს თქვენ დაირქვით ეკონომიური ვარ ძალიან და იმიტომ ხართ ეკონომისტი თუ პროფესიით ეკონომისტი მძანდები. პროფესიით კი, მაგრამ რომ უკვე კაი ხანი 1-20 წლის წინ დავამთავრე. ეკონომისტობა. რა გაქვთ მომზადებული აბა დღეისათვის რა შესავალში ერთი ლექსი ჩემი დაწერილი არის. თუ გინდა წავიკითხავთ რა? წავიკითხოთ აბა. ჩვენს პაროდისტებს ძირფასებს გამარჯობა და დიდება. დღეს მე მეორედ მეწვიგე კლავ დახმარება მჭირდება. ვერ გავისტუმრე ვალები, გულს დარდი შემომეჩვია. ჩემო შვილებო, მიშველეთ, ღმერთი თქვენ შემოგეწიათ. თქვენი პაწია ღიმილით ავსეთ, მაყვალას გულია, თან გაატანეთ იმედი და ბევრზე ბევრი ფულია. ბოლო იმედი თქვენ ახართ, მარტო თქვენ გარდა ხალისობ. ჩემი დამხმარე თქვენს გარდა მართლა არავინ არისო. ისეთი ლექსი მოგვიძღნა ქალბატონმა მაყვალამ, რომ დღეს მარტო ერთი გამოსვლელი იქნება და ვიცი ყველაფერზე. და კარგით, ქალბატონო მაყვალა. ამ ფულს პოპოვება უნდა თავისებურად ეხლა ნამდვილად. უშრომელად აფერი მოდის. რას არ მოგვიდგენთ დღევანდელ დღეს, რომ ჩემი მოგონილები, ჩემი დაწერილები და ნამდვილი ამბები რა მე. ბატონო, 10 წამიანი შესავალი გვაქვს მხოლოდ, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე გვაქვს დრო 10 წამი, რომელსაც ბატონი პატივცემული ჟიურით თუ გამოიყენებს ძალიან კარგი იქნება და ასევე შანსი სანდომის ობერგოთ ასევე უნდა გადაწყვიტოს გამოიყენებს თუ არა ამ ყველაფერს. გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ გარკვეული თანხა მაინც მოიგოთ თუ რაღაცა საკუთარ ნაშრომში ეჭვი გეპარებათ. ნაშრომში ცირა აი წეღანასაც ქვიეგან და შიში ვერ იხსნის სიკვდილსაც ძნელია დაღრეჯილობაო ხო იცი ჯობს სიცოცხლესანაც რახსა სიკვდილი სახელოვანი. რავი ახლა როგორ გითხრა მაინც ასეთი გადაცემაც არ არის ახლა თუ ვერ მოიგო ვერავინ და სახში აღარ მივიდეს სოციალური კამერაც არ არის ეს გადაცემა. მე ისეთი ნერვი გადაცემა ვაგრძელებ ცხოვრებას ამით არ თავდება მოდი არ ვიქნებით
მაგრამ მოდით, მაინც გამოგვიანეთ ნებისმიერ დროს. არასდროს არ ვარ სახში. აბა ჩავთოთ მაშინ. კი ბატონო, პირდაპირ დროს გავამხნევთ. თუ გინდა მე გამოვარ, მე გამოგიშვენდებით, ქალბატონი მაყვალა 3 2 1 ერთ ქალს ქმარი მოუკვდა და კარგი არაფერი არ ახსოვს ამ კაცისგან სულ სიმწარე და ისა და ვიტირის რომ გახსოვს ერთხელ მაწონი რომ მომიტანე, გახსოვს ერთხელ მაწონი მომიტანე, ეს მგდელი შეწყვდა და ახლა სხვა რამე თქვი, ქალო, შეკალო და რა თქვა მამაო, ისევ მაწონი თქვიო. ისე გაეცინა თამარს არაჩვეულებრივი უნიფორმია. მოკლედ 50 ლარი გაქვთ, ქალბატონო მაყვალა, თქვენი გადაწყვეტილება მივიღოთ, მაინტერესებს უფრო სწორად, ვაგზელებთ თუ არა? კი, აბა რა თქვა უნდა. გავაგზავნოთ, თამაშობთ დასლარზე. კი. აი ახლა კარგია მოგიშვენდებით. მოდი აბა ახალია, კარგიანები და 3 2 1 ოღონდ ჩემ ჩაცმულობაზე არ გეგეცინო, ზიმალეტა მაქვს. მრავალფეროვან ლობიოს ყიდიდი ბაზარში. მოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები და მეკითხებიან, დეიდა, ლობიო კარგია, დიახშილო, კარგად ისვრის, ზოგი 3 კილომეტრზე, ზოგი 4 კილომეტრზე. დეიდა, ჩვენ გვინდა 100 კილომეტრი ისროდესო. მაშინ შვილო, თქვენ ლობიო კი არა, ავტომატი უნდა იყიდოთ მე თქვი. ასე გავისტუმრე. აგეგემა. ოლღა მოიყვანა რძალი, ერთი კვირის შემდეგ მეზობელი ეკითხება, რა ფერია ოლღა, რა ვიცი ნენე, ჯერ სიკეთის არაფერი ეტყობა, კი აღათა შოგანივით, ხელის განძრევა არ უნდაო, ზარმაცი ყოფილა. და სიცილი თამარსა 100 ლარი. აღათას ძილი გამიგია და აღათას ჩოგან თუ საღათა ხო? საღათა ძილი რა არის? საღათა ძილი და აღათა ჩოგანი. ეს აღათა თქვით თქვენ? აღათა კრისტი არა. აღათა კრისტი. კაი. ქალბატონო მაყვალა 100 ლარი გვაქვს. რაზე ეცინებათ კაცს არ იცის მაგრამ ჩვენ 100 ლარი გაქვს. მეც გიჟით რომ მეცინება ჩემ თავზე. ძალიან კარგი. მე მგონი მაგითო გვაქვს 100 ლარი. აბა დავწუთიდე. თავარია 200 ლარზე თამაშობთ თუ არა? კი, რა თქმა უნდა. თამაშობთ 200 ლარზე. ძალიან კარგი. შედიო მახიანი გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა მაყვალამ. აბა აპლოდისმენტებით მივესალმოთ ამ რუსულის მასწავლებელი ხსნის გაკვეთის და გაქანებულად ხსნის. ნუ შემირ ნან ვაინა. ქალბატონმა მაყვალა. ისმენ. უი, მე არ არის ჩართული. ერთი წუთით. ერთი წუთით. ვითვლიდი და ამ დროს დაიწყეთ. 3 2 ყურადღება მეგობრებო. გამორა გასწორდი? მოუყარე სახის თავი. 3 2 1 რუსულის მასწავლებელი გაკვეთილს ხსნის. Нам нужен мир, не война. Нам нужен мир, а не война. და ბავშვი ეკითხება მასწავლებელო, კურო რას ნიშნავს რუსულად და და შესაძლოა რა მეკუება, წადი მამა შესმიაკუეო. კიდე ეხლა ერთმა ოსმა ჩიკანი მოიპარა. წავიდა აკვაში ჩააწვინა და გადააფარა საფარობელი და სოსკა ჩაუდო პირში. მოვიდნენ მილიცია ეძებს და იუმღერის ნანაშვილო, ნანინა, დედასენიც მალე. ახლა დედის მოპარვა უნდა, გაიგე? ნუ მიყურებე? გაიცინე რა სერიოზულობა მიგ. ეთი როგორ სერიოზულად ხართ? გაიცინე. მოკევით. გააგრძელეთ, თორე დაგიმარჯვებათ. აი მე მიდი გეხაწვეთ, გაიცინეთ რა გეხაწვეთ. აი შეკვეთით. ეგე გაიცინა. გაიცინა, გაეღიმა. თამულა წითელი პომადა მეც მინდა. აი მე ესეც ვიცოდი. რა ჩემ დროს მოგინდა დაბძენება და სერიოზულობა? ისე ხო სულელები ვართ და ეხა დაუბძენ. მართალია თანხავერ მოიგეთ ქალბატონო მაყვალა, მაგრამ ხელსაყრელს მაინც არ გაგიშვით. აქედან მე მინდა გადმოგცემ ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სანდობისგან, საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და საღდგომო მასკაზე. აი ეს თქვენ დიდი მადლობა ერთი წუთით სანდობს და ასევე ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სოფლის ნოვატის შეულისგან, გადმოგცემოთ ასევე საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ესეც თქვენ რომელიც მინი მოგართვათ.
გავაცილოთ აპლოდისმენტებით, ქალბატონი ნაყვალა, მიგი მადლობა უთხრათ, რომ მოვიდა ჩვენთან გადაცემაში და ითამაშა. ძალიან კარგად, მე მომეწონა ჩემი გამოსვლა. ძალიან კაი ხუმრობები მქონდა, მაგრამ რავი, ეხლა დაბძენენ. ეხლა მოვიდა ნიკასაბისა სიბრძის კრილი და შეიკრა კრიჭა და არ გაიცინა. თორე ძალიან კაი ხუმრობები მქონდა მე. კარგით, გავაგრძელოთ ჩვენი მეგა პროექტი, მეგა შოუ გააცილე და მოიგე. ეს მეგა შოუ. და შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ დათო კაპანაძე. გთხოვთ პირველ ალბათ. მოვედი საკუთარი თავის გადამოწმება. ხუმრობები საერთოდ არა. პოეზიით მოვედი, ლექსებს წავიკითხო. ცვლილებები უნდა შევიტანო. მე ვცდი. თუ გაამართლებს, გაამართლებს. თუ არ გაამართლებს, სახში წავა. გამარჯობა ბატონო დავით. აბა როგორც ურეთ პირველ რიგში ბატონი დავითი არის კასპიდან. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. შენიანია ვახო ჩამოსული. მიაქცე თუ თქვენი საუბრეთ და ჩვენ მოგისმენთ. არა, უბრალოდ მე დავიწყებ. აჰა, თქვენ დაიწყეთ. იქ თქვი. აქაც ვიტყვი. მედიცინა ამბობს. ღიმილის სიცილზე სასარგებლოა. მე თქვენთან პოეზიით მოვედი. ჩემი დაწერილი ლექსები თუ მოგეწონებათ, გაიღიმეთ. თუ არ მოგეწონებათ, არ გაიღიმოთ. ამ სამყაროს მრავალფეროვნება სჭირდება. მრავალფეროვნება სჭირდება თქვენ გადაცემასაც. სადოთ ცდაბედის მონახევრიაო ნათქვამია. ცდაბედის მონახევრიაო ამბობს დავით კაპანაძე და ჟიური რას ეთქვის ამ დროს? ლირიკა, თქვენი კრიტიკა, ან კი ჩემი ლირიკა, თქვენი ღიმილი, როგორც აბლომისმენტი. გინდათ? კი ბატონო. არ გინდათ? არ გინდათ. მე არანაირი საწინააღმდეგო არა მაქვს ამ შემოთავაზებასთან, უბრალოდ თუ იქნება ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობთ ჟიურის წევრები ამ შემთხვევაში, თუ იქნება სასაცილო და გასაგებებელი, ჩვენც გავიღებთ და გავიცინებთ. ამ გადაცემას ქვია გააცინე და მოიგე. მარტო მოიგე არ აწერია. შესაბამისად წინწერია გააცინე. კი ბატონო. გამონაკლისი დაუშვათ. სიცილი ღიმილით შევცვალოთ. და კურიოზები ლექსები პოეზიით. როგორი გაქვთ? სერიოზული. ხო, მაგრამ ეს ძალიან კი, კარგია მაგრამ ლექსები. ჩემი დაწერილი ლექსები თუ მოგეწონებათ, გაიღიმეთ. თუ არ არის გასაღიმებელი? თუ მოგეწონებათ, გაიღიმეთ. თუ მომეწონება, ტაშტა გიკრავთ. ჟიურიმ გადაწყვეტოს გაიღიმებს თუ გაიცინებს. ბატონი დავითი სერიოზულ ლექსებს წავიკითხავს. 3, 2, 1. ეს იმ სადღეგრძელოს გაუმარჯოს. სულს რომ შეატოკებს დაგულზე მოხვდება. ღარიბს ურჩევნია სიმდიდრეს ქეიფი. მდიდარს ურჩევნია ფული და ქონება. ასია ცხოვრების X და Y. და თუ ხარ იარე მართალი სახელით, როდესღაც იქნება და აღარ იქნები. წახვალ ამ ქვეყნიდან მშვიდათან წამებით, ვის რა წაუღია იმ ქვეყნად აქედან. მე ვამბობ ჟღერადია ჩანგზე ყველა სიმი. იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც ერთხელ აღზევდა და დარჩა სახელი როგორც ტოპონიმი. დამთავრდა? დიახ. აი ხა, რანაირად გავიღიმო ამაზე? აი მე გავიღიმებ ამაზე არა. გაიგი მანიგასა 50 მანიგა. ბატონო დავით. გითხრათ, იცით? თქვენ თვითონ რატო არ გეღიმებათ თქვენ ლექსზე? თუ ასეთი გასაღიმებელია. ღიმილით ვერ წაიკითხა. არ არის ეს გასაღიმებელი, მოუკვდებითო ყველაო, ამას გვიყვება ადამიანიდან. ღიმილით გამოხატეო ეს. როგორ უნდა გავიღო? მე ღიმი ეს ღიმილი ხო ითვლება მე იმაში. და ხელი გამოვხატე. აბა ნახო მეორე საერთოდ და ტელემაყურებელი რომ იყურებს ახლა ხო იფიქრებს რა აცინებს ამას დაეწვა დაბადების დღე და საათი. საჭიროა თემას ეხება ადამიანი. და ისე იცინისო, რაღაც გასაგებია. ადეკვატური რეაქცია ხო უნდა? კარგით, მაშინ ხომ არ აიღებდით 50? მე გთხოვეთ, სიცილი ღიმილით შევცვალოთ. სიცილის გარეშე. და ვაჩუკოთ ერთმანეთს ტიტები და საერთოდ ერთად ვიყოთ ადამიანები და დავდგეთ ქართველები ერთ. ესეც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება ბატონ დავით. უბრალოდ გადაცემის წესები არ გვიწყობს ახლა ამ შემთხვევაში ხელსწორე. არაჩვეულებრივ ლექსებს
არაჩვეულებრივ ლექსებს კითხულობთ. აი თავშივე შეგვეშალა რომ ძალიან კარგი, მაგრამ არ ვიცი ღიმილი რამდენად შეშვენის ამ ყველაფერს. აქ ხო ადეკვატურად უნდა მოვიქცეთ ყველა რა. როცა სასაცილო რაღაცაზე ვიცინით, თვლი რომ უნდა გამეცინოს. ამ გადაცემას თქვა გააცინე და მოიგე კიდევ ერთხელ. კარგი, გავაგზავნოთ მოდი ჩვენი თამაში, მეგობრებო, დავალოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბატონი დავითი, თავარია აგრძელებს თამაშს 50 ლარი გაქვთ. ვაგრძელებ, ნახოთ. ვაგრძელებ. ვაგრძელებთ, თამაშობთ 100 ლარზე. დიახ. აპლოდისმენტები ბატონ დავითს. 3 2 1 იმ წელებს გაუმარჯოს, რაც უკან მოვიტოვეთ, რასაც გავაყოლეთ ამაყი წარსული, შრომით დავიღალეთ, გული მოვიოხეთ, ვლოცეთ და ვადიდეთ ვაზი და მამული, იმ წელებს გაუმარჯოს, რაც დარჩა ისტორიას, როგორც სიამაყის მთავარი მტკიცება, ბადიში მოვა და დაიწყებს რიტორიკას, ჩვენს გვარს გააგრძელებს და ჩვენს გზას მიჰყვება, იმ წელებს გაუმარჯოს, იმ განვლილ ეპოქას, რასაც ამ ცხოვრების განსაცდელი ჰქვია, ჩვენში გაუმარჯოს ყველა იმ პერსონაჟს, ვისთვისაც 64-ის კარები აღია. აპლოდისმენტები მეგობრებო. გაღიმილი. გაგრძელოთ. დაიწყო. დროში ვეღარ ჩავეტოვე. დაგიმატეთ. რამდენს დამემატეთ? გავიდა. 10 წამი დაამატე. რა ვიცი. 10 წამში ვერ ჩავეტოვე. დავკნათ. მაშინ ამოიწურებოდ დრო და გამოიწურეს. ამოიწურა დრო. სამწუხაროდ ბატონმა დავითმა თანხა ვერ მოიგო, მაგრამ ხელსაყრელს მაინც არ გაუშვებ მეათედან, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სანდომისგან გადაეცემა მას საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ასევე საღდგომო პასკაც ეს თქვენ დავით ბატონო და ასევე ჩვენი პარტნიორისგან, სოფლის ნობათის რჩეულისგან განმოგეცემათ ასევე საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. ესეც თქვენ ჩემო კარგო ბატონო დავით, მოგიწყვა კასტს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, უყველებს წარმატებებს გისურვებთ. თქვენს პოეზიაში, ლექსებში და ყველაფერში. გავაცილოთ აპლოდისმენტები. ჩემი წაგების მიზეზი ის იყო, რომ ხელოვნებასთან ძალიან შორს იდგნენ ჟიურის წევრები. მაგრამ იყო პოეზია, რომელიც აბლომისმენტით უნდა დამთავრებულიყო. ხოლო აბლომისმენტი ღიმილის გარეშე არ არსებობს. გავაგზავნოთ ჩვენი ესე ვთქვათ, მეგა შოუ გააცინოთ და მოიგე, მაგრამ სანამ გავაგზავნებთ, ჩვენს პარტნიორებზე გეტყვით, გადაცემის პარტნიორია არსიკოლა, არსიკოლა იგზენი ცხოვრების არსი, ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი და რა თქმა უნდა, სოფლის ნობათის რჩეული, რომელიც საღირძისგან დამზადებულ პროდუქტებს, არაჟანს რძეს, მაწონს და იოგურტს ამზადებს. აი, აპლოდისმენტები მეც ჩვენს პარტნიორებსაც და ჩვენ ჟიურის წევრებს ნამდვილად ეს სიამოვნებაა. ვახო, სანამ გავაგრძელებთ თამაშს და გადაცემას, ხო, აი, მაგ საკითხზე ვარ ზუსტად. რატო გადაწყვიტე რომ მეგა შოუ ქვია? მე მომწონს რეიტინგულია მეგა შოუ, რატომაც არა, უნდა იყოს მეგა შოუ. თავარ არც რა უნდა გადიოდეს აბა. იუმორისტული მეგა შოუ. იუმორისტული მეგა შოუ, გააცინა და მოიგი აპლოდისმენტები. მომწონს ეს მდგომარეობა მომწონს მეგობრებო. შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში ემზადება სათამაშოდ გახლავთ გიორგი ნიკოლაძე. როცა გადის ყოველ დღე უყურებ. სასაცილო არის და იმიტომ მომწონს. მე მაქვს მოტანილი დღეს სხარტულები. არ ვიცი რამდენი არის მოიგებ. ჟურზია დამოკიდებული. გამარჯობა გიორგი. როგორ ახლა შვე? კარგად თქვენ? ჩვენც არა გვიშ. კარგად. სკოლაში სწავლობ. დიახ. რა შვე მე რას გეუბნები, მასალე ისწავლეთო თუ არ ისწავლოთ? ისწავლეთ რა. ისწავლეთო? კიდე ეგრეა, ხო? ჩემ დროს ეგრეა. არ იცვლებ ეს მასალები, სულ ერთნაირი. ისწავლე, იქნება არ მინდა. შენ როგორ ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით? რავი აბა. ხანი და ხან არ მინდა. ხო, აბა რატო გაძალებენ? შენი უფლებები ხო ირღვევა? გაგბურთი გიყვარს. კი. კარგი, მოდი გიორგი, აბა რა გაქვს მომზადებული რა და რავი სხარტულები არის და რა. სარტულები, მავთულები, ქართულები, ჩემი ხელით ჩართულები. გიორგი. წარმატება უნდა გისურვო, არ ინერვიულო არაფერზე, მე ვარ შენს გვერდით, ჩავთვალე, ორი ადამიანი ვთამაშობთ, ყველანაირად ვეცდები რომ მეც იმას უნდა გეხმარო, ასე რომ თავარია შენ ხუმრობა კარგად წაიკითხო და წარმოთქვა რომ გაიგოს ჩვენმა ჟიურისევრებმა პირველ რიგში.
მე აგერ უკან ხალხი რო არის საზოგადოება და მე მთელმა 20,000 მილიონმა ადამიანმა რომელიც ამ ცეს მეგა შოუს უყურებს 20,000 მილიონი 20,000 მილიონი ვიყურებს გევიგუთუა კი მე ხმარებ ჰა დაიწყეთ ჯემალას დაბადების დღეზე წარმოთქმული ფრაზებია. ჯემალას 2 1 ჯემალას გაუმარჯოს ჯემალას. ჯემალ ქათამი მომაწოდე რა. ჯემალს სიცოცხლე. ჯემალ ღვინო. ჩადი ჯემალ დახვდი სტუმრებს. რა თუნდა ჯემალს საჩუქარი. ჯემალს გამზრდელ დედას გაუმარჯოს. ჯემალ შეჩათლახო. ეს თვითონ მოწონს. ჯემალ ფეხებში ნუმედები. ლეკვი როდის უნდა მაჩუქო ჯემალ. ჯემალს ძმას ჩემანალას გაუმარჯოს. მალე წავიდეთ რა შოთიკო. ჯემალ გააცილე ხალხი. ჯემალ მე ჩავაქრობ ტორტს. ჯემალ ტორტი დაჭერი. ჯემალ არ გაცილება ჯემალიზე, მოდი სხვაზე გაკეთე გემო გამოდის შეიძლება ერთი ეგრე. 50 ლარი მოიგო. ჩაულებრივ ფრაზები იყო. აი რა უნდა გაცინებოდა. ჯემალ ჩადის სტუმრებს დავხვდი. მე ჯემალ მოიცი არ გაცინე. დავხედრივა სტუმრებს. რა მოხდა? ჯემალ ღვინო, ნიკა ღვინო, მიმიდანი ჯემალ ტორტი ჩააქრეს ანთელი შენ დაბადების დღეა. რა, მერე 50 ლარი გაქვს. რა ვქნათ? ვაგრძელებთ? ეხლა იქნება ავთო. გარეთ გამოდი. ზაზა, ქვემოთ ჩამოდი. 50 ლარი კი არა. თავარი აგრძელებს გიორგი თამაშობს ახლა ნათიას დაბადების დღეზე წარმოთქმული ფრაზები. ავთო შემოდი საერთოდ. ნათია ტორტი ჩააქრე. ნათია გარეცხილია თამშები. 3 2 1 იცით თუ არა რომ ნიკა არაბიძეს ჩაწერის დროს რომ არ გაეცინოს ობოლ თუთიყუშებზე ფიქრობს. იცით თუ არა რომ 10 კილომეტრს ორჯერ უფრო მალე დაფარავთ თუ ორივე ფეხით ივლით. იცით თუ არა რომ გია ვოლსკს ბრინჯის დათვლა შეუძლია. იცით თუ არა რომ 300-მა სპარტელმა 10-მდე დათვლა იცოდნენ. იცით თუ არა რომ დავით ნარმანია არა ნარინს დავით ნარინს ორი ძაღლი ჰყავდა ერთი ყოველდღიური და ერთი საგარეო. იცით თუ არა რომ მსოფლიოში მილიარდ ბავშვს არ უყვარს გეოგრაფია და თუ იცით რაღა მემეცით დაგიმთავრდა? ბატონო ნიკა იცით თქვენ ახალი ანეკდოტი? მე არა. სამწუხაროდ, გიორგი. მე გატალ მასალას სახში რომ კითხვით კარგად გავამყაროთ ეს კითხვა. კითხვა გავამყაროთ და შემდეგ გაკვეთილზე უნდა იცოდე ძალიან კარგად ეს ყველაფერი. ყოველთვის ჩემო კარგო ერთ რჩევას მოგცემ, აქ როცა მოდიხარ და თამაშობ, თან როცა ესეთი ადამიანების ხედავ ჟიურიში, იმ ყველაფერთან ერთად რომ უნდა იყო მობილიზებული და კარგი ხუმრობები ქონდეს, ну შეიძლება არ ქონდეს კარგი ხუმრობები, მაგრამ წაკითხვით მაინც კარგად უნდა წაიკითხო და მოგვაწონა. ელემენტარული პატივისცემაზე საუბარი. მე არაფერი. კარგი, არა უშავს, გიორგი. მე ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ შევხვდებით კიდევ ჩვენ გიორგის ამ გადაცემაში და ძალიან კარგად წარდება აღურებლის წინაშეც და ჟიურის წინაშეც. ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სანდომისგან უნდა გადმოგცეთ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ასევე სააღდგომო პასკა. შენიერმა მარიამმა მოგასწროთ ეს ყველაფერი და ასევე სოფლის ნობათის რჩეულისგან საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ესეც შენ გიორგი წარმატებები უსურვოთ გიორგის და გავაცილოთ აплодისმენტები. დიდი მადლობა. დაბნეული ვიყავი და ვერ მოვახერხე ჟიურის გაცინება. როგორ განწყობაზე ხართ მეგობრებო? აი როგორ განწყობაზე უნდა ვიყოთ ვახო? როგორზე? აი რაღაცნაირზე. რაღაცნაირზე? ახოცილები ვარ ციცილი. აღარ შეგვიძლია ადამიანებს. ნახოთ რა სიზავს. შემდეგი მონაწილე რომელიც არ გაგვიცია ფული ფული არ გაგვიცი, საიდან გავცემდი ახლა? არა და გვინდა რომ გავცეთ ფული. ფული წამეციათ 10 წამიანი ისინი კი არ იგეთ გიჟებებით, მაგრამ სანდობს ჩვენს პარტნიორს შანსი არ გამოუყენებია. აი, ტრაშია ეს ყველაფერი მაშინ მდგომარეობს. ნახოთ. შემდეგი მონაწილე რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ მზადდება, გახლავთ სალომე კაპანაძე, როგორ წარსდგება თქვენს წინაშე და მაყურებლის წინაშე.
საკმაოდ ხშირად ვუყურებ, ვცდილობ რომ ყოველი ახალი გადაცემა ვნახო და ძალიან მომწონს. მე დღეისთვის ვაპირებ რომ ვითამაშო მინიატურები. ხუმრობა შეიძლება მე მოსმოდეს, მაგრამ ჟიურისთვის მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე დადებითად მივიღებ, თავარია თამაში და არა მოკედა. სალომე გამარჯობა, შენი მეძია მთელი გადაცემა. ძალიან ისეთი სანდომიანი სახის მხიარული რაღაცნაირი სახით შემოვიდა, რაც ძალიან კარგია გამიღა. ჭიათურიდან ხარ? დიახ. აი შეგენაცვა. ჩვენიანია. აი ზემოიველე, კარგი ხალხი. ძალიან რატო ერთი კაპანაძე ეგრე ყავდა იქიდან? საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ხედა, აჰა, არ ხო, არის. ჩვენიანი ყოფილა. მომავალი? ჟურნალისტი. ჟურნალისტიკა გახსნეს იქა? უნივერსიტეტია, ის მრავალ პროფილიანი. იყო? ინსტიტუტი რო იყოს, მაშინ იქნება მარტო ინჟინრული. აჰა, და ვიწრო სპეციალობები. აი, ამ განხრით მარტო და ტექნიკური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი უკვე მოიცავს. ესე იგი შეიძლება ცოტა ხანში ინტერვიუ თანამშრომელი გახდეს ჩვენი. კი ბატონო. მაგრამ შენ ასე თუ გააგზელე ინტერვიუების წერ აქ რო გიწერია, აი კეტა. სამი სიტყვა რო გაქვს მარტო დაწერილი. საყვარელი პოლიტიკოსი ირმა ინაშვილიო? რატო? სერვერია. ვფიქრობ რომ ცოტათი მგავს ხასიათით. ხასიათით გავს? შეგედაცვალე თუ დაგვერია ყველასა. ახლა დაგიარო ტაგდედია რა მე. დღეს ვიცინით, აქ ვიცინით. კარგი სალომე, მოდი აბა დავიწყოთ სალომე, მაშინ. რას არ მოგვიდგენ დღეს? დღეს გადავწყვეტე რომ ვითამაშო მინიატურები. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. საინტერესოა. ხუროლიალის სალომე. უკვე მომწონს. რომელიც ძალიან ცოტათი გავს კალბატონ ირმაინაშვილს, ნახოთ როგორ მინიატურებს არ მოგვიდგენს ხასიათით, რა თქმა უნდა. 3, 2, 1. ქალი ყველა სიტუაციაში ქალია. მოდი ვნახოთ ძალიან უცნაური შემთხვევა. ალო, სახანძროა? ვაიმე, თიკა, გოგო, შენ მან როდის დაიწყე მუშაობა? ჯვარი აქაურობას, მაგრამ მოდი ვნახოთ 2 მესაფლავე. სურა! 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 სურა დამარხა იქით. ჯვარი აქაურობაც კაი იყო. ჯვარი აქაურობა. მოდი ვნახოთ ძალიან უცნაური შემთხვევა. ადამიანი სიარულისას მომენტალურად დაბერდა. სამუნა გაიმოდა რა თქმა უნდა 50 ლარი მოიგო. სალომემ, გილოცავ სალომე. თამაში კაცო ჯერ 50 ლარი იქნება ასიც მოგეძო. ხო, რატომ მიიღე ესეთ უცნაური გადაწყვეტილება? არა, ვფიქრობ რომ ვაგრძელებ. მე გავაგრძელებდი შენს ადგილს. ვაგრძელებ. ახან არის შლი. ინვესტატორ მის გადაწყვეტილებას სამოხოთ 100 ლარზე. 3, 2, 1. მოდი ვნახოთ სპორტსმენი, რომელიც რუბრიკაზე მუშაობს. პუბლიკაზე. ასილანი მუშაობა სალომე პუბლიკაზე ნამდვილად. დააცინა ჩვენი დარბაზში დამსწრე საზოგადოებას. თამაშად იყო წარმოიდგინე. დავქნათ. ასილანი გვაქვს 200 ლარზე თამაშობთ? გადამრიო. აბა მიდი. არ გავამხნეოთ 200 ლარზე. 3, 2, 1. უტკუნა გოგო ჯდება შპაგატში. წარმოვიდგინეთ. კარგი, გადავალ შემდეგ ხუმრობაზე. ბიჭმა გოგოსთან სერინობისას შემთხვევით ქუჩაში რკინის ლარიანი შეამჩნია. დაიმა თამაშდა 200 ლარი მოიგო სალომე. სალომე, რაღაც სიგნალზე ჩვენი 200 ლარი გაქვს. ანუ მე დამჯერა მაგალითად. გოგოსთან ერთად იყავი? მოსკაბიგერ დიდუმი და ჩემთან აი მაშინ არ გვია. ორთაჯალაში. ბოლოში. 24-ია. სალომე როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს? 400 ლარზე უნდა ვითამაშოთ აუცილებლად. არა, თამაშობ 400 ლარზე. აი აპლოდისმენტები თუნდა. 400-ზე? დაიგებს ახლა. ხომ არ აიგებდი, მაინც უნდა გირჩიო.
200 ლარს ხომ არ აიღებდი მაინც? არა ვაგრძელებ. არა, ვაგრძელებ. ეს მაინც გული არ დაგწყვას მე რომ აი არა, არ მიქრეს, არ შემომთავაზეს, შეიძლება შემოეთავაზებინა და გადაწყვეტილების მიმეღვა, მაგრამ აი მაინც ვაგრძელებ. ვაგრძელებთ. 3 2 1 ძროხა დაიღალა ძროხობით. ძალიან უცნაური შემთხვევა. მეომარმა ბრძოლის დროს ხმალი ვერ ამოიღო. თქვენ ნაგვებო! თქვენ არაფრის მაქნისებო! მოდი ვნახოთ მელომანი ბოდიბილდერი. კალინ, კამალინ, კამალინ, კამალია. მეტყევეს შეშის ჩახვისას ხელები დაეღალა. სამწუხაროდ 400 ლარი ვერ მოიგე, მაგრამ 200 ლარი ჩვენმა პარტნიორმა კომპანია სანდომა შეგინარჩუნა, მინდა გითხრა და შენ შეგიძლია გააგრძელო ისევ თამაში, ან აიღო 200 ლარი. ფიქრობ რომ ავიღებ. ფიქრობ რომ აიღებ და ძალიან კარგადაც ფიქრობ, მინდა გითხრა სალამი. გავაღო სანდომის სეიფი და გადავცეთ 200 ლარი ღიარულად. მანამდე რაღაც შევაც თუ გვაქვს, მეგობრებო, უთხრათ სალამეს. გამარჯობა, შენ გადაეცი. მოდი, გენდერი და გოგოები და კილოცავი. წარმატებები სალომე. 200 ლარი სანდომისგან, რომელმაც მოგცა შანსი და შენ არ გააგრძელე თამაში და აიღე, ასევე სანდომისგან, ჩვენი პარტნიორისგან გადმოგცემ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს და ასევე საღდგომო მასკას, ესეც შენ შემოგარყო და რა თქმა უნდა, სოფლის ტაბაკის რჩეულისგან გადმოგეცემ ასევე საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელსაც ნინი მოგართავს ეხლა შემოგარყო. აი ეს შენ ამბობის ბენდებსაც შემიძლია, ახალგაზრდა გამოუშვა და გადაცვლა დარბაზიდან. დიდი მადლობა რომ მოხვედი და ითამაშე ჩვენ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტს გააჩინე და მოიგე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან შემეძლო მეტი გამეკეთებინა. მე მოვიგე 200 ლარი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მოკლედ, მეგობრებო, დღევანდელი მეგა შოუ დასასრულს მივუახლოვდა. თქვენ ამ მეგა შოუს თუ მარი გწანდებოდეთ გაბატონო თამარ დღეს და მოდი დავიწყოთ თქვენგან. როგორ შეაფასებთ დღევანდელ გადაცემას? იცი რა, ყველა გადაცემაში გააცინე და მოიგეში თითო მონაწილე მაინც არის ხოლმე დასამახსოვრებელი. ამ შემთხვევაში დღეს იყო ეს სალომე. მე ვისურვებდი რომ ყველა მონაწილე დაამახსოვრდეს ხოლმე მაყურებელსაც და ჩვენც. ნუ რა ვიცი, მაინც ასე თუ ისე შედგა დღევანდელი გადაცემა. აბსოლუტურად გეთანხმებით ხალბატონო თამარ და ჩემი აზრით სალომემ გამოასწორა ის ყველაფერი, რაც დაიწყეს ჩვენმა მიუხედავად იმისა, რომ მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, რომ მობრძანდნენ და დაუეხმარეთ დღევანდელი გადაცემის ჩაწერაში, ვისურვებდი, რომ უკეთესი მომზადებულები მომბრძანებულიყვნენ აქ. კი ბატონო, დიდი მადლობა. მოიგეთ თანხა, წაიღეთ საჩუქრები, ოღონდ მომბრძანდით მომზადებული და ადეკვატური და შესაბამისი ამ გადაცემის ფორმატის. და ნუ გააბრაზებთ ჩვენ ჯურის ხოლმე. ნიკოლოზ არაბიძეს დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ჟიურის წევრებო, დიდი მადლობა თქვენ ცოცხალ აუდიტორიას და რა თქმა უნდა ძირფას მაყურებელს. ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ კვირას შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.